თქვენ იცით, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყეთ 18 მეტრიანი ავტობუსების განთავსება კონკრეტულ მარშრუტებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე და გვაქვს სიახლე, ამჯერად ესე იგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით თბილისის მერია მარშრუტების ოპტიმიზაციას განაგრძობს და კონკრეტულად 4 ივლისიდან 18 მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება ნომერ 339 და ნომერ 385 მარშრუტებზე მოძრავი 12 მეტრიანი ავტობუსები. აღნიშნული ცვლილებით მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან გლდანის მიკრორაიონებისკენ ვაკიდან საბურთალოს მიმართულებით და საბურთალოდან ვაკის მიმართულებით მგზავრების გადაყვანა ორჯერ გაიზრდება. 18 მეტრიანი ავტობუსები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ უფრო მეტ მგზავრს მოვემსახუროთ დღის განმავლობაში და უფრო მეტი ადამიანი გადავიყვანოთ ერთი კონკრეტული ადგილიდან მეორე ადგილზე. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მსგავს ცვლილებებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება შეძლონ უფრო სწრაფად და უფრო კომფორტულად. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ყველა ხაზს, ყველა მიმართულებას, სად გვაქვს გამოწვევები, სად გვაქვს პრობლემები და შესაბამისად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომ როგორც საუბარში აღნიშნე, რომ შევძლოთ უფრო მეტ ადამიანს მომემსახუროთ, შევძლოთ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანა დღის განმავლობაში, ერთი კონკრეტული ადგილიდან სხვა მიმართულებით და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი, გავხადოთ ყველაზე სწრაფი და კომფორტული დედაქალაქში.